მოგესალმებით. როგორ გიკითხოთ? დიდი ხანია ასეთი ფორმატით ვიდეო არ დამიწყია. აი ამ ჩემ მაგარის ხეივანში, კარგ ამინში, თვალებში რომ ზემიწყიტინებს, მომნატრებია. სალამი ჩემო კარგებო, დედასთან მივდივარ. დედასთან მივდივარ და გზად რა სად იყო და სად არა, აქვე საყასბო გვაქვს და პამიდურის ყუთები იყო. ოღონდ იყო მკვრივი მოგრძო პამიდორი, საწნილე და ასე შემდეგ სუფრის. და მეორად, ანუ მეორე ხარისხოვანს, ნაკლებ ხარისხიანს, უფრო რბილს, ესეთ ლამას არა, როგორც ეს იყო, მოგიტანო დაახლოებით 16 კილოა ერთ ყუთშიო და მოგიტანო ერთ ყუთს 8 ლარადო. რამდენი გამოდის ჩემო კარგებო? 50 თეთრი, ხო? მეთხარ ძალიან გთხოვთ მომიტანეთ მეთქი, ახლა ცოტა იწვიმა წუხელის და იმის წინა დღესაც და ღამეს უფრო სწორედ და შევდივართო მოსაკრეფათო, ცოტა სველიაო, ბაღიო და ხვალ და ზეგ თუ არა, მაზეგ ნომერი ჩაიწერა, დამირეკავს და 3-5 დავაბარე. ტომატიც გამიკეთებია. ეს უფრო ადრე რომ ენახა, აუცილებლად დედასაც ამას აუღებდი, დედამ ბევრად უფრო ძვირად იყიდა. მაგრამ არა უშავს, რაც არის. ზამთარში მაინც ყველაფერი გემრიელია. აღარ გახსოვს რა გადახდილი და აღარ გახსოვს როგორ დაიღალე მის მომზადებაში. დედიკოსთან მივდივარ, იქნებ რაღაცა ხელი წავაშველო, ეს ამოდენა ბოსტნეული რო იყიდა. გადავხედავ, გადმოვხედავ. ფეხს გადავადგავ, გავინძრევი, იმიტომ რომ ერთი ჯინსის კომბინეზონი მაქვს, საზაფხულო ჯინსია, თხელი. ძალიან გემრიელი კომბინეზონია. იცით რა მხელა მქონდა, როგორც ტომა რა და დღეს ჩავიცვი და უბრალოდ არ ჩაიცმევა. ელასტიკივით მოთკეცილი მაქვს. ასე რომ აი წელისა და მუცლის არეში, იქ სადაც ეგ არის მთელი იმის კომბინეზონის მუღამი, რომ მუშურგლეხურად უნდა იყოს განიერი, იქ იყო მოტკეცილზე მოტკეცილი. ხო და ესე იქნება 1-2 კალორია დავწვა. რა იცი. იქნებ გამომივიდეს. ყველაფერი გამოვა. ჩვენი კულტურის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. სასწაული თანხა აქვს ნათქვამი. მთელი საქართველოს რო აშენდებოდა ისეთ თანხა გვიჩდება ბრწყალებში. ისე აშენება. ნეტა რა უნდა იყოს შიგარ ვიცი. რა უნდა ვიკულტუროთ შიგნით არ ვიცი. საკმაოდ თბილა. მეცაც გეტყვით მზეზე ცხელა. ძალიან მაგონებს აი დღევანდელი განათება და დღევანდელი ამინდი. შემსაყვარელი იტალიას და საერთოდაც აი ესეც მზიან შემოდგომაზე, განსაკუთრებით წვიმის შემდეგ ნესტირვა, სულ იტალიის ნოსტალგია შემომაწვება ხოლმე. იტყვით ახლა რა საიჩემ ამ ქალმაო და რას ერთ რეგიონზე ლაპარაკობს ამას. რა ვქნა ახლა აი მიყვარს და მენატრება და რამდენ ქვეყანაში ყოფილი ვარ და იქ ასეთი არაფერი დამმართნია. შეიძლება წინა ცხოვრებაში იტალიელი ვიყავ. აი იმიტომაც ხარ ასეთი ტუტუციო ახლა. რიგითი ემიგრანტი მეტყო და არ უყვართ ქართულ ქალებს ზოგადად იტალია და იტალიელები. ხა ისეთიც არის, ასეთიც არის, მაგრამ მთლიანობაში ვინც მე შემხედრია ალბათ 10-დან 9-ს არ უყვარს და პატევს ასცემს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიმწარე აქვს იქ ნანახი. შემწვარი ბადრიჟნის სუნი დგას. აქ დარბაზია. სარიტუალო დარბაზი და პატარა საოჯახო ტრაქტორზე იმისთანა იმფერი ფანჩატური გონდა მოწყობილი კაც, წინ გონდა გადმოხურული ფარდა. გადავიდეთ ახლა ამ ჩვენ გზაჯვარედინზე და რატო მივრბივარ, ხო არის, აი რამე ჩქარება. რატო?
გადავედით შვიდებიან ნატა აქ უკვე მწვადი სუნია რა იყო რა ქუჩაში აკეთებს ყველა ჰერკულესი მივირთვი დილით ისიც ძალიან ცოტა იცი რომ მალე მომშივდება დედიკოს რაღაცა გემრიელობა აუცილებლად ექნება წამალის დასალევი მაქვს ბუბუ დაავტოვე ასიკოსთან ძალიან კი გაუხარდა მაგა ისვამს მიდისო და მეც სადღაც უნდა წამიყვანოსო მაგრამ ვერ წამოვიყვანდი უმანქანოთ თანაც ნაწვიმარია სულ ჩურჩხელასავით ამოითქუპნება და იმას ვიზავ კვირას მყავს ჩაწერილი გორში გრუმინგზე გასაპარსად უნდა წავიყვანო სხვა ოსტატთან ჩავწერე იმიტომ რომ პირველად ვისთანაც მყავდა იმან მთელი კვირა არ მცალეაო და იმის იქით კიდე მოკლედ 10 დღე არ ეცალა და ეს კიდე ითელება და ითელება იმასავით ცხვარევით გაჩვენებთ მე ბუბუს როგორ კრეწენ გაჩვენებთ როგორ რა ქვია იმაში როგორი გაშლიკინებული და პატარა ჯაღლი რო გამოჩნდება ვნახავთ მე ცარიელი მატყლი როა და ცარიელი ბუნდღა ხალხო დღეს არ ვიცი ხო ეს ვიდეო დაასწრებს გამოსვლას თუ ის ვიდეო უკვე ორი ვიდეოა არხზე ვადიმ ზელანდის წიგნისა ორი ნაწილი ვერ ვიტყვი რომ ორი თავი ჩემი ორი ვიდეო 1000 წუთიანები სასიამოვნო კომენტარები მოფრინდა მადლობა შეფასებისთვის ძალიან მიხარია რომ გაინტერესებთ ძალიან მიხარია რომ ისიამოვნეთ მეც ასეთ სიამოვნებას გამვიცდი თქვენთვის რაღაცას რო ვაკეთებ ჩემო კარგება ამას წინათ უსმინე ანდრო დგებუაძის მოკლე ვიდეო იყო სარეკლამო ანონსებდა თუ არ ვწდები აზროვნების აკადემიაში ლექციას და ასეთი ამბავი მოყვა ინდოეთში ფლეიტაზე უკრავდაო ინდურ ფლეიტაზე არ ვიცი ეს რომელი ინსტრუმენტია ინდურ ფლეიტაზე უკრავდა კაციო მე რა თქმა უნდა როგორც ფლეიტის მოყვარულიო მივედიო და დაველაპარაკე სხვანაირად არ შემეძლო და იმან მკითხაო ყოველდღე უკრავო კიო ნაწარმოებებს ბოლომდე უკრავო თუ მხოლოდ დასაწყისები ვიციო გიყვარსო ეს საქმეო კიო ხო და შენ იოგი ყოფილხარო მე ძალიან გამიკვირდაო და იმან კიდე მითხრაო რომ იოგა სხვა მეტი არაფერი არ არის თუ ყურადღება გული და გონი ერთად გული გონი და ხელი ერთად გული გონი და ხელი ერთად ასე რომ გული გონი და ხელი ერთად იოგა ჩემთვის ამ არხის კეთებაც იოგა იმიტომ რომ მე მთელი ჩემი გულის ყური გონი გული და ხელი ერთად მაქვს ამ საქმეში აი შევედით ჩრდილში როგორ გაიზარდა ეს კაკალი აქ რო გადმოვედით ეს კაკალი შეთი პატარა იყო ძლივს გონდა პატარა ჭრდილი მოვედი რკინიგზასთან შემოკარგება ფეხბურთის მატჩია დღეს ეთყობა ფეხბურთის მოედანთან სტადიონთან ბევრი მანქანა იდგა და ეხლა ბურთის ბაყაბუყი და ხალხის ესენი ისმის ხმები თქვენს გესმით ალბათ მოვედი რკინიგზასთან შემოკარგება ახლა გავთიშავ ფრთხილად რომ გადავიდე როგორც თქვენ მაფრთხილებთ ხოლმე ფრთხილად იყავიო დედიკოსთან თუ რამე საინტერესო იქნება გადავიღებ აბა თქვენ იცით აი ეს არის შემოკარგებო სვია ხაში ეძახიან სვეს ეს არის ის რასაც უმატებენ ლუდს ბოთლებს რა წერია ხოლმე ნატურალური სვია და რომ მღერიან რუსული სიმღერა როა რუსული კი არ არის რუსულენოვანია მაგრამ ბოშების სიმღერაა მე მგონი მახნატი შმელი აი ეს არის მახნატი შმელი
მოვაგროვე, მაგრამ ისეთი სურნელოვანი არ არის, როგორცაც აღწერენ. არ ვიცი, შეიძლება უნდა დაიმტვეროს, შეიძლება დედალ-მამალი არსებობს, შეიძლება ეს რაღაცა სხვა სახეობა, შეიძლება მთაში უფრო სურნელოვანია, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში ეს დედა 200 სურნელოვანია, საერთოდ არ აქვს. ასე რომ არ გამოვიდა ჩემგან ეს არა ქვია, პივავარი. მოვედით დედიკოსთან. ჩემი ბობა სად არის ნეტა? ბობოლა. დედა. ბობა მანქანის ქვეშ არის. მანქანის ქვეშ არის და რა ყვავილები აქვს ნახეთ დედას. და მგონი ბოსტანშია. დაუბრუნდი დედიკოსგან, დედასთან რაღაცები გადავიღე. მაგრამ რა არის, იცით, რაღაც უკვე რადგან შემოდგომისკენ მიდის ყველაფერი ბოსტანი, ხე, მცენარეს, აღარ მეხალისება რაღაცნაირად გადასაღებად. ხო და არაფერი ისეთი არ გადამიღია, არაფერი ისეთი არ იყო საჩვენებელი. ბობუკი, მოდი გენაცვალე, ცუდად არ მოიქცე, მოდი იმ ოთახში შედის იპარება რაღაცებს იპარავს. ხო და გამომატანა დედამ ერთი კარფურის ჩანთა, ესეთი ვიცით როგორია? აც გარდაცვლილ ჩემ ბიძას ჰქონდა ტერმინი, აი რაღაცა რომ მოეწონებოდა ხოლმე, ქალი, ვაშლივით ქალი იყო, რაღაცა რკინის ნაჭერი, ვაშლივით რკინა იყო, ვაშლივით მანქანა იყო, ვაშლივით ამინდი იყო, ვაშლივით არის რა რაღაცნაირი, ვაშლივით ბულგარული წიწაკა. აქ რა არ ვიცი, უცნაური ვაშლია. ხო და უნდა ჩაუჯდე ახლა და უნდა გავრეცხო, დავწურო, გავამშრალო, გამოვაჭრე კუჭებს, თესლებს, გამოვაყრევინებ, ნაწილს წრილად დავჭრი, რო ზამთარში, სადილში, ტაფამწვარში, რაღაცეებში ჩავახრაკო. ძალიან კარგად ინახება დაჭრილ მდგომარეობაში ბულგარული, ასევე ინახება ჭიქა. აი ეს რო აი ესე მოაჭრას ადამიანმა გამოუღოს შიგნეული და აი ეს ერთმანეთში ჩადოს ეს цаრიელები ჭიქაში და გაყინოს. იდეალურია ზამთარში რომ გამოიღებ და გამოტენი ბრინჯით, ხორცით, რა ვიცი, გულსართით და მშვენივრად ინახება. დედა ხან გამოტენის ხოლმე გულსართით და უბრალოდ გამოიღებს და ხარშავს, ან ესე ერთმანეთში ჩასვავს ხოლმე ჭიქებს და ყინავს. უბრალოდ ჯერ ყინავს. აი ესე თავდამხობილებს და მე რა გაყინულებს ერთმანეთში ჩასვავს ხოლმე. რატომ იბრაზდები? რა იყო? რა გინდა? ბულგარული წიწაკა მომეც უნდა ვითამაშო. სად არის შენი სათამაშო ბულგარული წიწაკა? ხო და აი ესე როგორც იქნა თავი მოვაბიდა მანქანიდან ამოვიტანე ფლეშკა, ეგრეთ წოდებული. რაღაცა ახალი უნდა ჩავწერო, თორე სულ ერთი და იგივე ვისწავლეთ უკვე ბატონო იტალიური, ინგლისური ყველა ენაზე ტექსტები სიმღერების მოგვბეზრდა, რაღაცა ახალი უნდა ჩავწერო ახლები. თქვენ რას უსმენთ ხოლმე მანქანებში, რისი მოსმენა გიყვართ? ასეთი ამბები გვაქვს. ვიხალისე ძალიან, ვიჭორავეთ ბევრი მე, დედა ჩემმა და მამაჩემმა. მამას უხარია განსაკუთრებით. დავცინი ხოლმე რომ იმაზე ტრიბუნაზე დადგები მეთქი და სიტყვით გამოდიხარ თქო ვილაპარაკეთ აქეთ ურზე, იქით ურზე, პოლიტიკაზე.
სოფლიო იმაზე რა ქვია, მდგომარეობაზე, იმაზე, რა ვიცი, 1000 რაღაცაზე. ბოლოს ავიკრიფე ჩემი გუდანაბადი და წამოვედი. ხო და ახლა სახში უნდა ვიმუშაო, დღეს გემრიელად დავისვენე, ესე ვთქვათ და გავნიავდი. თქვენთვის ეს ვიდეო მექნება ასატვირთი, ფლეშკა მექნება ჩასაწერი, ამასობაში გარეცხილი ბულგარულები დაიწრიტება და დავამუშავებ, ფილმს ჩავირთავ და ისე დავამუშავებ. სადიპოვე ეს მუყაო ბიჭო. რაღაცა მუყაოს დაარბინებს. და ასევე მორიგი ხვალისთვის მორიგი აუდიო წიგნის ნაწილი უნდა მოვამზადო. პატარ-პატარა ნაწილებს ვთარგმნებ და ეგრევე ვკითხულობ ესეთი რაღაცა ესე უფრო მოხერხებული მეჩვენება, ვიდრე მთელი წიგნი ვთარგმნო და მე ნაწილ-ნაწილ გავახმოვანო და ნაწილ-ნაწილ ავთარგმნო, ავთარგმნო, ახალი სიტყვა, ქართული სიტყვა ხერია. და აი ესეთი ამბები შემოკარქებო, დედამ და მამამ მითხრეს, რომ ვუყურეთო ჩელენტანოს ფილმსო, თვითონ იყო მსახიობიცო, რეჟისორიცო, მომღერალიცო, რა ვიცი, ყველაფერიო. სად არის ჩემი ტელეფონი? ძალიან მოგვეწონაო, აი ძალიან მოგვეწონაო. 85 წელში გადაღებული ფილმია, შინაარსი ძალიან პოლიტიკურია, აი ძალიანო. აი ახლავე დავგუგლავ, არ არის ტელეფონი, მაგრამ ნოუთბუქთან ვარ და დავგუგლავ. მე მიყვარს ძალიან ადრიანო ჩელენტანო, აი ძალიან პატივს ვცემ, როგორც მოცეკვავეს, როგორც არტისტს, როგორც მომღერალს, როგორც ავტორს ძალიან მიყვარს, აი ძალიან მიყვარს. შეიძლება იმიტომაც, რომ ჩელენტანოს ფილმები ჩემ ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო. ხომ თვითონ ჩელენტანო იყო ჩემ ბავშვობაში პოპულარული მთელ მსოფლიოში და საბჭოთა კავშირშიც ამ იტალიურ კომედიებს რატომღაც წყალობდნენ და აკრძალული არ იყო და უფრო ხელი მიგვიწვდებოდა და კინოთეატრებშიც გადიოდა, ტელევიზიითაც უშვებდნენ ხოლმე და რაღაცა თან ბავშვობას მახსენებს. თან მე მგონი დროს უძლებს. მართლა კომედიაა. დღევანდელ ამერიკულ კომედიებზე საერთოდ არ მეცინება. იშვიათი გამონაკლისების გარეშე. აბა ვნახოთ ჯოან ლუი ქვია ფილმს. ძალიან საინტერესო ფილმიაო. თუ ვინმეს გნებავთ 80-იანების დასაწყისის ადრიანო გაიხსენოთ. თან რაღაც ესეთი საინტერესო კვიმატი მიგნებები აქვს თურმე ესეთი პოლიტიკური. შეგიძლიათ ნახოთ და მომწეროთ აუცილებლად, იმიტომ რომ მე ეჭვი მაქვს, რომ მე კარგახანს ვერ მოვიცლი მაგ ფილმისთვის, ან შეიძლება ახლავე ჩავირთავ, რა ჭკვიანურია. ძალიან კარგი. აი ასე ხდება. ასეც ხდება, ისეც ხდება, ბუს ისე გავხარდა რომ მოვედი. დღეს მინდოდა წასვლა გორში. ის გასასეირნებლად, გასანიავებლად ვიფიქრე დედას ჩავისვამ მანქანაში და გავაქრიალებ, მაგრამ ის ქუჩა, ახლა ვიხსენებ რა ქუჩაა, ხო, წერეთლის ქუჩა. ქუჩა, რომელზეც მე აუცილებლად გავივლი ხოლმე, როცა გორში ვხდები. ეს არის მეორადების ქუჩა და ჩემი საყვარელი ორი მეორადის მაღაზიაა. ის ქუჩა იყო დაკეტილი. ეს ქუჩა არის ძველი, ისტორიული, შემდგომ აღდგენილი, ძალიან ლამაზად არის გაკეთებული და ეს აგური, ეს ხის კარფანჯარა ჩარჩოები, ეს პატარა აივნები, მოკირწყლული ქუჩა თვითონ, გზა, სავალი მანქანის, იქ ტაძარია რამდენიმე ამ ერთ ქუჩაზე, პატარა ბაზილიკა, სამრეკლო აქვს ძალიან ლამაზი. იქ რა არის იცით კიდევ ეგზოტიკური? სუიმითია გადახურული. რა ქვია სიტყვა დამავიწყდა. იმეროს როჭადი სიტყვა დაავიწყდება. ჩირიპიცა ქართულად არის კრამიტი.
ეს აგურის და კრამიტის ფერი, მოკლედ ძალიან ლამაზია და თურმე იღებენ ფილმს ამ ქუჩაზე. რაღაცა ქუჩა ჭირდებოდათ, გარე ეპიზოდი უნდა გადაეღოთ ღიაცის ქვეშ და ის მაღაზიები დაკეტილი იქნებოდა დღეს. იმიტომ რომ ადამიანებსაც არ უნდა ევლოთ, არა მხოლოდ მანქანებს, იქ ფაეტონი უნდა გაეტარებინათ თურმე და თანამედროვე ჩასაცმლით არ უნდა გაევლო იქ არავის. ხო და ასე გადავდეთ მე და დედამ გორში ვიზიტი მაღაზიის დაკეტვისა გამო. არა უშავს გრილი დღეები ჯერ კიდევ წინ არის და აუცილებლად გავქრიალდებით. ბუბუ რა შვები? ძალიან გამეხარდა რომ ვიღაცა რაღაცას იღებს. მე ადრე თუ გვიან ეს ფილმი შემხვდება და ვიცნობ ეს ჩემი გორის მეორადის წერეთლის ქუჩა. ძალიან მიყვარს ფილმებში ჩემთვის ნაცნობი ქუჩები და ფასადები რომ ხდება. სადაც გინდა იყოს, აი ასე მაგალითად გორის, თბილისის, ქუთაისის, რომის ქუჩა მიცვნია, ესეთი პოპულარული ტურისტულად სავსე და პოპულარული ქუჩა. რაღაცა ეპიზოდი როა ხოლმე გადაღებული. ძალიან მიყვარს კინო რო ინახავს აი ამ ყველაფერს და როგორ იცვლება მე. ეს შედარებაც მიყვარს ხოლმე ძველი ფოტო, ახალი ფოტო, ძველი კადრი, ახალი კადრი. ეს ჩემი მეზობელი აკეთებს სადილს, რომ და უშვება როგორც ჩანს ძალიან ბევრ ნიორს. ისეთი მოდაღული ნიორის სუნი დგას სახში, ვამპირები არ გაგვეკარებიან. არავითარ შემთხვევაში არ გაგვეკარებიან. ნაწილი რომ უნდა დავჭრა ამ ბულგარულის, ნაწილი უნდა გავატარო. ნიორზე გამახსენდა წერან სიტყვა გამიწდა. უნდა გავატარო, დავუმატებ სუნელს, ნიორს, ცოტა ტომატს გავუყარებ. 3-16 კილოიანი ყუთი აქვე ჩემს სახლთან უნდა მომიტანონ სატომატე პამიდორი და იქიდან გამოვიყენებ ამ ბულგარულისთვის. არ უნდა წამოვადუღოთ, ცოცხლად ეს ყველაფერი უნდა გადავატარო, წვანილს არ უშვები, მხოლოდ სუნელს და მე უნდა ჯამში ან ქვაბში უნდა ჩავასხა და უნდა ვური. ძმარიც უნდა დავამატო, მარილიც რა თქმა უნდა და უნდა ვურიო, სანამ არ ადუღდება, მე დადუღდება და მე ჩავასხავ კილებში და არ მიყვარს თავზე რომ ობს გაიკეთებს ხოლმე, გაშავდება ხოლმე. ამ დროს ამასწინათ მოვისმინე რამდენად სანდოა არ ვიცი, მე ქიმიაში დიდად ვერ ვერკვევი, დიდად კი არა საერთოდ ვერ ვერკვევი. კაცი ამბობდა სპეციალისტი, რომ აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს ეს ასპირინიო და ტყილა მავნეავდა ნუყრით ამასო კონსერვებშიო ასპირინსო და რაღა ჩავყარო, იქნება ავდგე და მაცივარში შევინახო, მე ბევრს არ გავაკეთებ. ბოთლებში ჩავდებ და მაცივარში ჩავდებ უკვე დადუღებულს, იქნება უფრო ცოცხლად შეინახოს. ჩემი თბილისის მეზობელი, იცით რას აკეთებდა? შავ პურს ყიდულობდა. ყველაზე შავს რომელიც იყო. არ ვიცი ამ შავ პურს საღებავს უმატებენო და რამდენად გამართლებულია, მაგრამ შინაარსი ესეთია რომ შავ პურს უკეთებდა. შიგნით შავი პურის გულს ჩააჭყლეტდა ხოლმე აი ამ დასადუღებლად დადგმულ გატარებულ წიწაკასა და პამიდორში. და აადუღებსო და უფრო ისეთი იქნება შუშხუნა და გემრიელი. რა ვიცი, მე და დედამ ვერც ერთხელ ვერ გავრისკეთ პური ჩაგვედო რაღაცა არ ვიცი, არა გვაქონდა მაგის გამოცდილება და არ გაგვიფუჭოსო ვიფიქრეთ. აი ასეთია ჩემი კონსერვაციები, თქვენ რას აკეთებთ? აკეთებთ რამე? არ ვიცი. აი ესეთი იყო ჩემი დღევანდელი დღე. შვენიერი და კარგი, იმიტომ რომ კარგად დავისვენე, კარგი ამინდი იყო, გარშემო მშვიდობაა, ჩემები კარგად არიან, თქვენ კარგად მყევხართ იმედია. გავიარე, გავისეირნე, თვალსწყალი დავალევინე, ღმერთს მადლობა ამ ყველაფრისთვის. ყველაფერი ხვალ უკეთესი იქნება, ზეგ უფრო უკეთესი იქნება და მაზე ხო საერთოდ საოცრება იქნება და ერთი წლის შემდეგ ბევრად უფრო უკეთესად ვიქნებით ყველანი, აი ნახავთ თუ არა. ახლა დაგემშვიდობებით. შეუდგები ჩემ საქმიანობას. კარგია რომ ხელთათმანი მაქვს, თხელი ხელთათმანი მაქვს სახლში. მაქვს ხოლმე ყოველ შემთხვევაში თმას ვიღებავ რაღაცა. ჩავიცმევ რომ ხელები არ გამიმწაროს. ხანდახან ხო იცის ხოლმე ბულგარულმა ესე. ერთხელ ისე ძალიან დამეწვა ხელები,
ისინი ქსოვილები, ესეთი ლენტებივით ქსოვილები დავასველე და ხელზე გადავიხვია, ასე მქონდა მუმიასა. კარგი საღამო, ჩემო კარგებო, მშვიდობიანი ღამე. სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ, რომელი საათია ზუსტად არ ვიცი. ახლა უკვე გამოქვეყნებული იქნება მეორე ნაწილი და ხვალ აუცილებლად დაელოდეთ მესამე ნაწილს და აუცილებლად გესტუმრებით ვლოგითაც. აბა, კარგად. ყოჩაღად.